გამარჯობა ყველას, თქვენთან ერთად არის მატეუშ ოკონი. გულთბილად მოგესალმებით LeBrawlers-ის არხზე, სადაც დღეს წარმოგიდგენთ ჩვენს უახლეს სატყუარას, რომელსაც გობია ჰქვია. გობია დღევანდელი მდგომარეობით ის მხოლოდ ერთ ზომაშია ხელმისაწვდომი 7.3 დუიმი, ანუ 186 მმ და მისი წონა 40 გრამია. შეფუთვაში არის ერთი ცალი. დღევანდელი მდგომარეობით ხელმისაწვდომია 12 ფერი, რომლებიც მალე გაჩვენებთ. და როგორც უკვე ვახსენე, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სატყუარა ვერტიკალური მეთოდით თევზაობისთვის. პირადად მე ვიხენებ ორ ძირითად აღჭურვილობას ჩვენი გობიების ასაწყობად. 8 კოკ ვოლფრამის თავით, 28 გრამით და მსხვილი კატვიცით მსხვილ კატანის ძუაზე, რათა სატყუარა არ განკაცრდეს. მაგრამ ამას მხოლოდ მაშინ ვიყენებ, როცა ძალიან თხელი ძუები მაქვს, როცა ამინდი ცუდია, რთული მეტეოროლოგიური პირობებია, დიდი ტალღა და ძლიერი ქარი. ამ დროს ვცდილობ შევამსუბუქო აღჭურვილობა. თევზაობ ძალიან თხელი ძუით და მახერ ხდება დავიდე 28 გრამამდე და ეფექტურად მივაწოდო სატყუარა. შემდეგი ვარიანტია ეს თევზის თავი. ჩვენს ბაზარზე ძალიან ბევრი მწარმოებელია ვერტიკალური მეთოდის თავების. აქ კონკრეტულად არის თავი უგლეისთვის. უბრალოდ ოდნავ ვაჭრით ჩვენს თავკომბალას თავს, ვარგებინებ მას ტანს და შემდეგ ვამადრებ ისე, რომ ზურგის ფარფლის გვერდით ვაცურებ ერთი განაყოფი ნულზე ზომის სამკბილას. იმ მომენტში, როცა ძალიან ახლოს ვთევზაობ ფსკერთან, თევზები კაპრიზულები არიან, ნაზად ეხებიან სატყუარას, ოდნავ აწევენ მას. ანუ არ არიან ძალიან აგრესიულები, რომ მთლიანად დაართვან სატყუარას, მაშინ ჩვენს აღჭურვილობას ქვემოდან ვამაგრებ. მაშინ ვიყენებ თავს, რომელსაც ქვემოდან სამკბილას მიმადრების შესაძლებლობა აქვს. მალე გაჩვენებთ, როგორ გააკეთოთ ასეთი ნაკრები, როგორ დაამონტაჟოთ ყველაფერი ისე, რომ ყველაფერი ერთმანეთთან ჰარმონიაში იყოს. პირადად მე თავს მაშინ ვიყენებ, როცა Black's Locktail, ჩვენი შემდეგი მოდელი, რომელსაც შემდეგ ეპიზოდში გაჩვენებთ, ნაკლებად ეფექტურია და წყალში ნაკლებად ჩანს. აქ, როგორც ხედავთ, თავს ქვედა მხრიდან ბრტყელი კონსტრუქცია აქვს და ძალიან დიდ ჩრდილს ქმნის. როგორც იცით, თევზები ზემოთ ცის ფონზე შესანიშნავად ხედავენ და ეს ჩრდილი მართლაც ძალიან დიდია და თევზებს თავდასხმისკენ უბიძგებს. ახლა იდეალური დროა გუაჩით თევზაობისთვის, რადგან უკვე ნოემბრის ბოლოა. როგორც იცით, თევზები უკვე ძალიან ზრმად დგანან, არ არიან მზად ჩვენი სატყუარებისკენ, ამოსასვლელად ან მათ დასადევნებლად. აქ დიდ სიღრმეებზე მე ვიყენებ გუაჩს იისფერი ლურჯი ფერით. ეს ფერი სპეციალურად შევქმენი სწორედ ღრმა წყლებში თევზაობისთვის, მას კოსმოსი ჰქვია. ქვედა მხრიდან იისფერია, აქვს ლურჯი ბრჭყვია ლატანი და დამატებები შავი ფარფლების სახით. არ ვიცი, იცით თუ არა, მაგრამ 8 მეტრზე მეტ სიღრმეზე იისფერი ყველაზე თვალსაჩინო ფერია. ამიტომ გირჩევთ, სცადოთ ეს ფერი და არ გამოტოვოთ მუქი ფერები დიდ სიღრმეებზე. გობი არის სატყუარა, რომელსაც თითქმის 2 წელი ვტესტავდით. დასაწყისში ბევრი ნაკლი ჰქონდა, მაგალითად, თხელი ფარფლები, რომლებიც ძალიან ლამაზად მუშაობდნენ, მაგრამ საწყის მდგომარეობაში ვერ ბრუნდებოდნენ და ამის გამო მინუსები პლუსებზე მეტი იყო. ასე რომ უკვე მოვახერხეთ ფარფლების სისქის და გამაგრების სისქის მორგება. სატყუარა გამხდარი და დაბალი იყო, ასევე აქ კორპუსში გამხდარი იყო. გვერდითი ფარფლები და კუდი. აქ ძალიან ძლიერად შევითროებულია, ძალიან ნაზია, რომ იმუშაოს ყველაზე მცირე, ყველაზე ნაცვერის მოძრაობაზეც კი. ფარფლები ძალიან ლამაზად მოძრაობენ ზევით და ქვევით. როგორც ხედავთ, ოდნავ რომ შევარხევთ, ისინი სულ მოძრაობენ. ასე რომ სატყუარის მუშაობის მხრივ, რაც ნაკლებს ვამოძრავებთ ჯოხს, მით უკეთესია.
მით უმეტეს თუ მდინარეზე ვთევზაობთ, რაც შეიძლება ნაკლებად უნდა ვამოძრავოთ წვერი, არ უნდა დავქაჩოთ სადგუარა. თუნდაც თევზი ძალიან ახლოს იყოს სადგუართან, არ უნდა გავექცეთ მას სწრაფად, უბრალოდ ნაზად უნდა ავწიოთ ჯოხი, რომ თევზი ამოვიდეს, მოასწროს დაძვრა და დაარტყას. არ უნდა გავიქცეთ სწრაფად, რადგან ეს რბოლა არ არის. ამიტომ ვფიქრობ, რომ ბევრად მეტი კბენა გექნებათ, თუ სადგუარას ძალიან სწრაფად არ გაიქცევით. პირადად მე თავს ართით ვთევზაობ, არ ვიცი, უკვე ვთქვი თუ არა, ძალიან ახლოს ვთევზაობ ფსკერთან, ისე რომ ზოგჯერ საერთოდ ქრება სადგუარა და ვეღარ ვხედავ. როცა სონდაჩები ძალიან მყარად არიან მიწაში ჩაფლული, ხშირად ისე ხდება, რომ კბენას საერთოდ ვერ ვამჩნევთ. ხანდახან ჯოხს ძლიერად გლეჯს თევზი. ძალიან ძლიერი კბენაა და მაშინ შეგიძლიათ სადგუარაზე კაუჩის მაგივრად ანკესი დააყენოთ, გადააბრუნოთ და მუცელში ჩაარჩოთ. ამ დროს სადგუარა ძალიან დაბლა ფსკერთან. გვაქვს ანკესი და ეს სონდაჩი უახლოვდება. ხშირად გუმებს გვიბიძგებს. ასეთ შემთხვევაში უკეთესია ანკესი ზედა რგოლიდან ქვედა რგოლზე გადაიტანოთ, ჩამოკიდოთ და მუცელში ჩაარჩოთ. ასე რომ სცადეთ. ახლა ცოტა ხანში გაჩვენებთ, როგორ შეიძლება მაგალითად გლობიოს აღჭურვა, თავის მოჭრით, სპირალის ჩახრახნით, ტყვის ან თევზის თავით. სხვათა შორის აღწერებს ჩვენს კატალოგში იპოვით რეკომენდებული ანკესებითა და ტვირთის წონით. ეს გლობიო კარგად მუშაობს 50 გრამიდან ზემოთ. ძალიან კარგად სტაბილურია. ასევე შეიძლება გამოიყენოთ თუნდაც 28 გრამიანი ვოლფრამით, მაგრამ ეს უფრო წყნარ წყალში და უქარო ამინდშია შესაფერისი. ასე რომ ყველაფერს ჩვენს ვებგვერდზე გაიგებთ. აქ, როგორც ხედავთ, გვაქვს რამდენიმე ნივთის სწორი აღჭურვისთვის. ეს არის ჯიგის თავი, რომელიც თევზის თავის ფორმისაა. ეს, როგორც ადრე გითხარით, ჩვეულებრივი მრგვალი ჯიგის თავია, რომელიც იტრიალება. კაუჩი და 0.50 სისქის ძაფისა ფუარების აღჭურვისთვის. უნდა იყოს ნაზად, რომ ზედმეტად არ გამკაცრდეს. არ ვიცი, თქვი თუ არა ეს. კაუჩი და ვოლფრამის თავი, რომელსაც ადრე კაუჩი მოვაჭერით. შეიძლება დავიწყოთ მთავარი თევზის თავის ფორმის ჯიგის თავით აღჭურვით. ასეთი ნატურალური მოვაჭრათ. ვიზომებთ თავს, რომელსაც ვარგებთ ისე, რომ ლამაზად და ჰარმონიულად შეერწყას. ლოთ, break time 0.5 ვზომავთ თითით და ფრთხილად ვაჭრით თევზის თავს. შემდეგ ვადებთ და ნელა ვატრიალებთ. უნდა დავიჭიროთ სწორად, რომ ყველაფერი თანაბრად გამოვიდეს. ასე მივიღეთ დატრიალებული თავი. შემდეგი მნიშვნელოვანი ეტაპი. break time 0.5 საკვანძე რგოლების მიმაგრება კაუჩზე კრეფლიკთან ერთად. break time 0.5 ამისათვის ვიღებთ საკვანძე რგოლს და ვამადრებთ მასზე ორმაგ კრეფლიქს რგოლზე საიმედოდ. და ვამაგრებთ ორმაგ კრეფლიქს რგოლზე. შესაძლებელია ამის გაკეთება სპეციალური ხელსაწყოთი რგოლებისთვის. მე მიჩვეული ვარ პინცეტით მუშაობას. ეს ბევრად უფრო სწრაფად გამომდის, ვიდრე რგოლების ხელსაწყოთი. როცა უკვე გვაქვს კრეფლიკი, შეგვიძლია დავამაგროთ ჩვენს რგოლზე თავში. ახლა ამ კრეფლიკზე ვამაგრებთ მეორე საკვანძე რგოლს ანკესთან ერთად. გვაქვს ანკესი. გვაქვს ჩვენი სადგუარა. პირველ რიგში ჩვენ ვამაგრებთ რგოლს კრეფლიკზე, რათა უზრუნველყოთ მისი მყარი და უსაფრთხო დამაგრება. ამის შემდეგ ვაყენებთ ანკესს, ვამზადებთ მას თევზაობისთვის, რათა ყველაფერი მზად იყოს პროცესის დასაწყებად.
და ამით გვაქვს აღჭურვილობა მზად. ეს ძალიან უსაფრთხო აღჭურვილობაა. როცა კრეფლიკი გვეღუნება, შეიძლება ძაფებიც გაიხეხოს ან გადაჭრას. თუ მოკლედ ვამაგრებთ აღჭურვილობას, კარგია ორმაგი კრეფლიკით გავაკეთოთ. ვზომავთ მანძილს. ვხრეთ. მე კიდევ ასე ვაკეთებ, რომ ფართოს ვჭრი. ვამაგრებ კაუჩს ძალიან ფრთხილად და ზუსტად ისე, რომ ის ლამაზად და მყარად დადგეს თავის ადგილას აქ, რათა უზრუნველყოს საუკეთესო შედეგი. ამის შემდეგ უკვე გვაქვს სრულად აღჭურვილი და მზად ყოფნაში მოყვანილი გლოვაჩი, რომელიც მზად არის გამოსაყენებლად. ახლა კი მინდა გაჩვენოთ ჩვეულებრივი ტყვის თავაკი, რომელიც ჩახრახნულით არის ერთად, რათა დაინახოთ, როგორ გამოიყურება ეს კომბინაცია. ამას ვაკეთებთ შემდეგნაირად, ვადერთ სატყუარას თავის ადგილას და შემდეგ ნელა და ფრთხილად ვახრახნავთ მას, სანამ ის მყარად არ დამაგრდება. ასე გვაქვს მიმადრება ალდრაფაზე, ხოლო ქვემოთ მიმადრება ჩვენს აღჭურვილობაზე. თუ გვინდა გამოვიყენოთ იგი მეჩხერწყალში თევზაობისას, სადაც თევზებს ძალიან მცირე მანძილი აქვთ და როცა საქმე ეხება მსუბუქ დარტყმებსა და ნასშეხებებს, კაუჩს ვამაგრებთ მუცელზე. კომპლექტი უკვე წინასწარ მოვამზადე, რომ თავიდან აღარ დამეჩვენებინა იგივე. გვაქვს დამაკავშირებელი რგოლი, ბრუნი, დამაკავშირებელი რგოლი და კაუჩები. აქ გვაქვს ერთმაგი ბრუნი, რადგან მინდა მუცლის შუა ნაწილში პატარა კაუჩი დავამაგრო. ახლა გვაქვს კაუჩები პინებთან ერთად. ჩვეულებრივი კაუჩები ერთს ჩავარჯობთ. აქ გვაქვს თავკომბალა აღჭურვილი ისე, რომ როცა თევზები მიცურავენ და ქვემოდან გვირტყამენ სატყუარას ან თევზაობისას. მეჩხერწყალში ხშირად დიდი განსხვავებაა ეფექტურობაში, როცა კაუჩებს მუცელზე ვამადრებთ. ახლა გვაქვს ჩემი ულტრალაითი აღჭურვილობა. კომბინერკით ვაჭრი კაუჩს ჩვეულებრივ ვოლფრამის თავიანთ ჯიგ თავზე. ვაჭრი კაუჩს ოდნავ ხსნიპინს, რომ რეზინი არ ჩამოცურდეს და ვაცვამ მას სატყუარაზე. აქ თავთან ახლოს შეგვიძლია წებო დავასხათ, მივაჭიროთ და დავიჭიროთ. ახლა ამით აღარ მოგაწყენთ. შემდეგ, როცა ჯიგი თავი უკვე გვეცვია, ვიღებთ ჩვეულებრივ კლასიკურ სამკაპს, პინებიან ბლანტს. აქ სწორედ კლასიკური უკვე მომზადებული სამკაპი მაქვს. ვაბამთნული მთელი 50 სისქის პლეტიონკას კვანძის გარეშე ვახვალთ ხეროზე და ვამატებთ მოკლე წინამძღვარს. ამ წინამძღვარს შეგვიძლია მოვარგოთ, ვახვალთ თუ ხსნით პლეტიონკაზე, რითაც ვარეგულირებთ სამკაპის მანძილს ჩვენი სატყუარის წინა რგოლისგან. ანუ ჩვენ შეგვიძლია მარტივად დავაყენოთ, შემდეგ კი სრულად დავაყენოთ და ფრთხილად შევასოთ ეს სამკაპი, რათა უზრუნველყოთ მისი სწორი ფუნქციონირება და გამძლეობა. უკეთესია, რომ ეს სამკაპი ცოტა გადავწიოთ, როცა მხოლოდ 2 წვეთი გვაქვს. ეს 1 წვეთი არ არის აქტიური, რადგან სატყუარაშია. ამიტომ მე ასე თავისუფლად ვსვამ მას აქ. აქ, როცა ვიჭერ რგოლში ჩვენს აგრაფას, სატყუარაში არ უნდა იყოს არანაირი პრობლემა. ხანდახან ხდება, რომ მარყუჟი სრიალებს, მაგრამ მაშინაც კი მაინც აგრაფაზე კიდია. ასე რომ აქ ყველაფერი წესრიგშია. ვოლფრამის თავი 28 გრამი თხელი ძუა და შეგვიძლია ფინეზურად ასე ვთქვათ. ფლაუტზე ნაზად შევეხოთ მაგალითად ფსკერს, რადგან ვოლფრამი არ იშლება ისე როგორც ტყვია.
ამ დროს მტაცებლები უფრო მიდრეკილნი არიან მიუახლოვდნენ და დააკვირდნენ, რა ხდება. და ერთ წამში შეტევა. ნადავლი უკვე აღჭურვილია. ახლა ვნახოთ, როგორ გამოიხურება თითქმის წყალში. მადლობთ, რომ უყურეთ დღევანდელ მასალას. შემდეგ ეპიზოდში რამდენიმე სიტყვას გეტყვით. Sterling vertical Pilatzekis slugtail მოდელი ვერტიკალური თევზაობისთვის და ნაპირთან ნადირობისთვის.